გამარჯობა მოგესალმებით. მეორე შავი გაბი. დღეს ჩვენი ლეგენდი ტელესკოპით შევეცადეთ, რომ დაგვეთვალებინა დილით ამოსვლელი ვარსკვლავი. ეს ტელესკოპმა ეხლა გეტყვით თუ ზუსტად როგორ დააფიქსირეთ და რა არის ეს. ეს როგორ ვარსკვლავი? ისეთი არაფერი არ არის მარსიანი. ნახეთ. აუცილებლად მომავალში მოგთავაზებთ უფრო უკეთეს ვიდეოებს, უბრალოდ ჯიჯებით არ მაქვს შეძენილი ის აპარატი საჭირო გამოსახულებისთვის. ეხლა კადრში გაჩერებული და ეს არის ყველანაირად შევეცდები, რომ ოდნავ შევამოკლო. ეხლა ეს ვიდეო რამდენს მოგროვს, ამ შევეცდები, რომ დაგვდო კოსმოსური ვიდეოებიც ტელესკოპზე. ასეთი პატარა ვარსკვლავია. ხავე უფრო უკეთესად რომ შევწნიოთ და დაინახოთ. ეხლა გადახებთ. ნახეთ, აი კარგად გვიჩვენს კადრში თუ სინამდვილეში ეს რა არის. ეგ კიდე დავაპატარავებ, რომ უფრო კარგად ხარისხში ვნახოთ. რა თქმა უნდა, ეს ტელესკოპებით ძალიან რთული არის, რომ ყოველ რამები დავაფიქსიროთ, მაგრამ ყველანაირად შევეცადე. და მინიმუმ ხა ყველაზე კარგად თუ გინდათ რომ დააფიქსიროთ, ღამის 4 საათიდანაც კი არა, ღამის 3 საათი რო ხდება, უნდა იყოთ მზად მოკლედ. რომ ღამის 5-მდე არის რა. უფრო გვიანამდე არის. შევეცდები კარგი კადრი დავიჭირო. თქვენ თვალით ხედავთ თუ როგორი ბრწყინავია, ის ნათება რა თქმა უნდა ანათებს, მაგრამ ეს არის ნაღდი უბრალო ვარსკვლავი. მაგრამ ასევე სატურნის დაფიქსირებაზე ამის ქვედა მომდინარეობა, ამის ქვედა
ზონაში იმყოფება სატურნი. ესე გამოიყურება ჩვენი ვარსკვლავი. ანუ მოკლედ ახლა ნახეთ ისინი. სატურნის დაფიქსირება თავად ძალიან რთული არის. ყველანაირ ტელესკოპს უნდა ქონდეს სპეციალური ელექტროტელესკოპი. ყველანაირად შევეცდები ახლა ნახეთ წესით 27-ში უნდა გამოჩენილი იყო და ვიდეო უნდა ჩამეწერა, ძალიან დიდი ბოდიში ხდით და ვერ გადავიღე ვიდეო, რადგან რაღაცა პრობლემა ჰქონდა. მაგრამ აუცილებლად შემოგთავაზებთ სატურნის ვიდეოს, როდესაც პირადად გემებით სატურნს დავაფიქსირებ. ეხლა უბრალოდ მზის ნათება, რადგან გვიშლის რაცა უნდა ღამის ხედველი იყოს, რაცა უნდა კილომეტრების გამთვლელი იყოს, რაცა უნდა გამადიდებელი და პატარავებელი არ იმოქმედებს, რადგან მზის ნათება ისე ანათებს, რომ აი ყველა წვრილი ვარსკვლავები, რომლებიც ეხლა აი ნახეთ, აი აქ არის რამდენიმე წვრილი ვარსკვლავები, აგინახეთ, აი ესენი უფრო კარგად ჩანდა, ეხლა რაღაცა დროის შემდეგ, რა თქმა უნდა, აღარ გამოჩნდება ისე კარგად, როგორც ჩანდა. ასე რომ მეტი ეს ვიდეო მოგეწონათ, დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და შევეცდები, რომ ესეთი ვიდეოები შემოგთავაზოთ, ხარისხიანი და უბრალოდ კარგები, ასე რომ 4 ხუთის